ამ პრაქტიკული გამოცდილებიდან შემეძლია გითხრათ, რომ უკან ეტევა 3 კაცი ჩვეულებრივად. მაინც კუპეის გამო ცოტა დისკომფორტი არის, სკამის გადაწევა გამოწევა და ესე ჩაჯდომა, მაგრამ უკან იმხელა სივრცეა, რომ 3 კაცს მოთოვსება არ უჭირს, ეს პლუსია. ასევე პრაქტიკაში ძალიან კარგი არის ეს ალკანტარა სალონი, სკამების გაგრილება და გათბობაც გამომადგა ზაფხულში და ზამთარში და ასევე საჭის გათბობაც ძალიან სიცივეში ასწორებს. ასევე ასწორებს ხარისხიანი აუდიო სისტემა და როგორც მითხრეს, სხვა ჩელენჯერებში არ გვხვდება მაგალითად მემორები. ჩელენჯერებს არ უკეთებენ ხოლმე და ამ მანქანას აქვს, რაც კარგია. მემორებით ასწორებს თუ ერთი ძღოლი არ არის ხოლმე მარტო. ასევე შიგნიდან ძალიან მაგარია და რაღაცა ისეთი სხვანაირ შეგრძნებას იწვევს, როცა შეიკერს ხედავ. და ეს შეიკერის კადრი ძღოლის პერსპექტივიდან, ან თუნდაც მგზავრის პერსპექტივიდან ძალიან საინტერესოა და ლამაზია. და ზოგადად ესე რომ შევაფასოთ, დიდი კაცის მანქანაა. ყველაფერი დიდია შიგნით. დიდი სივრცეა, რასაც ეხები ყველაფერი დიდია და კარგია რომ ესეთია და მიხდება. ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში თავს კომფორტულად გრძნობ. ასევე დიდი პლუსია ამ მანქანის არ ფუჭებადობა. ანუ არაფერი არ უფუჭდება. ძალიან გამძლე მანქანაა. და სხვა ადამიანებსაც ვისაც ჩელენჯერი ყოლია, ყველა აღნიშნავს იმას, რომ ჩეკს უმთეძდეს და ფუჭდებოდეს, ეგეთი რამე თითქმის არასდროს არ ხდება. ასევე მანქანა არის მაღალი, როცა ატარებ ცოტა ისეთია, ჯიპის ვაიდზე დადის. და ესეც საქართველოს პირობებზე დიდი პლუსია, რადგან ბევრი ან ჭარი ამოწეული დიდზე ან რაღაცა უსწორმასწოროა და მაგებს კარგად უმკლავდება. ასევე მე ძალიან მომწონს ამ მანქანის ხასიათი. როცა გაზის პედალს ეხები, არ იცი რა მოხდება. და ძალიან უცნაური და კარგი შეგრძნებაა. და მიშვევა იცის და თუ დავუმუღამე ძალიან გიყვარდება. აი მაგალითად 100 კმ/სთ რომ მიდიხარ და გას ბოლომდე აწვევი, მაინც მუქსაობს და ცოტა ესე საჭის გასწორება გიწევს. ასევე ხმაურის გარეშე ვერ აჩქარდები. როცა გას აძლევ, გესმის ძალიან სასიამოვნო ხმა. ისეთი ხმაც არ არის კანონის ჩარჩოებში უარიჯდეს და რაღაც. მაგრამ თვითონ სტოკზეც ისეთია, რომ მამაკაც ურაურებს გიმართებს. აუ ისი ჰემიძრავით. ასევე რაც შემოჩნია ამ მანქანის ტარებამ ძალიან იცის მონატრება. როცა მაგალითად ერთი კვირა არ დამიქოქავს და შემდეგ ჩავჯდები რომ სადმე წავიდე, ძალიან პოზიტიური და აღწნაირი ამაღლებული შეგრძნებაა და ასწორებს მაგრად. ერთი ამბავია კიდე ესეთი, რომ 10% რო აწვევი, პედალს უკვე 100-ით მიდიხარ. ან შეიძლება უფრო მეტითაც და შენელება გიძევს.